ფრანგულში გვაქვს 26-100. A, B, C, D, U, F, G, H, I, J, K, L, M, N, O, P, Q, R, S, T, U, V, W, X, Y, Z. აქედან 6 A, U, I, O, U, Y ხმოვნებია. დანარჩენი თანხმოვნები. თანხმოვნები ყველა ჩვეულებრივად იკითხებიან გარდა ორისა. ფრანგულში 100J და 100C წარმოდგენილია განსაკუთრებული კითხვის წესით. თუ 100J-ს შემდეგ მოდის ხმოვნები U, I, Y, ის იკითხება როგორც J, სხვა დანარჩენ შემთხვევაში როგორც G. ასევე 100C-ს შემდეგ თუ მოდის ხმოვნები U, I, Y, ის იკითხება როგორც S და სხვა დანარჩენ შემთხვევაში როგორც K. ასევე დაიმახსოვრეთ, თუ J-ს შემდეგ მოდის ხმოვანი U, ეს ხმოვანი U არასოდეს არ იკითხება და კითხვის დროს პირდაპირ შემდეგ 100-ზე გადავდივართ. ასევე თუ შეგხვდებათ კუდიანი C, ანუ სიდილიანი C, ყოველთვის უნდა წავიკითხოთ როგორც S. სხვა საინტერესო ინფორმაციებისთვის პროფილის ქვემოთ Instagram-ის ღილაკს დააწყაბეთ და Instagram-ზეც გამომყევით. აბა თქვენ იცით.